გამარჯობათ, სულ ყველას მოგესალმებით. დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ, დიდი მადლობა, ვინც ჩემს ვიდეოს ალაიქებს, აზიარებს და იწონებს და ვინც დადებით კომენტარებს მიწერს. ვიტყვი რომ გამოიწეროთ არხი, გვერდი და მინდა რომ ავიდე 1000 გამომწერზე, რის შემდეგადაც მინდა რომ გავხსნა საჯარო დისკუსიები live რეჟიმში. მოკლედ, ერთი-ორი სიტყვა მინდა რომ ლიბერალებს გითხრათ რა. თქვენ ბიზია ცოტა ტრაკები დააყენეთ და უზრდელურად როცა არ მოგმართავთ და შეურაცხყოფას რო არ გაყენებთ, ნუ გადაიჯვავთ თავზე რა. ნუ გადაიჯვავთ, აქ რამოდენიმე დაიჯერა რომ რაღაცა ევროკავშირის დროშა უნდა ვიქნიო, რავი, თავის თავს დააჯერა მე მგონი რა და მე ცოტა სხვადასხვანაირი ვიდეოები რო ჩავწერე, ძალიან გავუტყდა ერთი სიტყვით და იქ ცოტა გავაფარჩაკე ეს ლიბერალური აზროვნების მქონე ადამიანები და როცა კორექტულად მოგმართავთ და კორექტულად საუბრობ, თქვენც კორექტულად ისაუბრეთ, თორე არ მინდა ენის წაბილწვა, არ მინდა რა, არ მინდა და ტრაკები დააყენეთ რა. თქვენის ხალხი არ ხართ, რომ ვინმეს კონტაქტი დაუტოვოთ და მერე ვინმე დაიწყოს მერე თქვენი მოძებნა, ისევე კლავიატურებს ვირთხები ხართ. და გირჩევნიათ, რომ მოიჭიმოთ ცოტა ტრაკები. ეხლა რაზე მინდა რომ გითხრათ, რასთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ეს არაბიზაცია ხო არის და არის საქართველოში და ჯერჯერობით მივექანებით არაბებისკენ და აბოთფილელების ჩამოსახლებისკენ არაფერი არ იცვლება, არანაირი შედეგი არ იქნა გამოღებული, თუნდაც ამ აქციისგან, იმიტომ რომ რა ვიცი, იგივე ყველაფერი იგივე ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქციებით და ამ ხალხის დიდი მასით და დაინტერესებით და მომატებით ამ ხელისუფლებას რაღაცა ყურში შეუვა რა. თუ არ შეუვა და შეუყვანთ ყურში. ქართველი ხალხი შეუყვანთ ყურში. ამა დღეს მოკლედ ინტერნეტში ვიყავი შესული და აი საქართველოს უჩმორესი პოზიცია როგორც ასეთი აი რაკამ წაკუზულები რო არიან ხელისუფლება ყველასთან და ვერაფერს რო ვერ ალაგებენ, საერთოდ ვერავისთან ვერაფერს რო ვერ ალაგებენ, გამოჩნდა იმაში, რომ სომხეთს გაუხსნეს, სომხეთიდან შემომავალი ტვირთი აზერბაიჯანში გავასრულიათ უფასოდ. მეების ზედმეტი გადასახდელების გარეშე. აი ესე რამ დაგაჩაჩანაკად და დაგაჩმორად, ხო? განა რა გითხრა იმ რაგვარი არის ალიევმა ამისთან. ერეკლე. რა გითხრა განა ამისთანა, რომ აი ესეთი რაღაცა დათმე. რომ რავი, ეხლა ის ფული არ ჩემ ჯიბეში მოდის და არ ჩვეულებრივ ხალხის ჯიბეში, მაგრამ რაღაცა სახეს მაინც ხო ინარჩუნებს ქვეყანა, რომ რაღაცა კეთდება, რაღაცა ტრაკიანები ვარ, ტრაკიანები კი არა. რა ვიცი, ჩმორი ხალხი ხართ, პირდაპირ გეუბნები რა. ჩმორები ხართ. აი ესეთ რაღაცას რატო აკეთებთ? მე ვერ ხვდები რა. რატო იბანძებთ ყველასთან თავს, მე ვერ ხვდები. ვიღაცამ რომ ქართველ, აი ამას წინათ ქონდა ესეთი შემთხვევა, რომ რუსეთიდან უნდა გამოეგზავნა დამკვეთი მყავდა რაღაც არაფერი იმაზე ძირს მიწაზე დასაფენი პარკეტი კი არა და ლამინატის ქვეშ დასაგები სითბური იზოლაცია რა და რაღაც ვიღაცამ ქართველმა ნახა რუსეთში იაფად და დამირეკა მე და თხოვა დახმარება. და ყველაფერს გადავიხდიო გამბაჟებასო აბსოლუტურად ასე და კაროჩე გამბაჟება ჯდება 18%-ის ღირებულება საქონლის. ამ ადამიანს ყველანაირი ქვითარი ქონდა, ოღონდ ელექტრონულ ვარიანტში.
ქართველმა მებაჟეებმა არ შემოიტანეს ეს რაღაცა 30 ცალ რულონზე იყო საუბარი. აი რაღაცა შპალიერის რულონი რო აიყო. აი ესეთი 30 ცალს. ჩვეულებრივ ადამიანს რამის შემოტანა რო უნდოდეს საზღვრიდან. აი იაფად ან თევზი ნახა, ან რაღაც პროდუქტი ნახა, ან ხიზილალა იქიდან რომ შემოიტანო, რა ვიცი როკია თურმე რა გაროჩ. ანუ მარტო რუსეთიდან არა, სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო, რაღაცას რაც აქ იძვირი ღირს და იქ რო იაფად ნახა, ან უკან გაბრუნებინებენ და გატრიალებენ, ან კიდე რავი, მხილად თანხებს გახდევინებენ, რომ აღარ გიღებს უკვე შემოტანა. რატო ახრჩობთ თქვენ შობელზაღლებო ამ ხალხს აი ესე? რატო ახრჩობთ, როცა ვიღაცებს ტრაქში უძრებით, ერთ ადგილს ულოკავთ, მერე ვიღაცებთან ვითომ დიდგულობთ და რაღაცა ვიღაცებს საბაჟოებზე პრობლემებს უქმნით და მერე დაგიბარებენ, მოდიძიაო და მოგჭიმავენ იქ და მორჩა. უფასოდ გაგატარებთ, არა პრობლემა, ოღონდ დედა არ მაგინოთ ოღონდაც. აი ეს რის ბრალია, ეს ხალხისგან არ გაქვთ თანადგომა, გვერდში დგომა, არ ხართ აღიარებული ხელისუფალნი, არც პრემიერი, არც მაგის მოადგილე, არც იმის მინისტრი, არც ამის მინისტრი. ვისაც, რავი, ამორჩევლის თვალში ვინც იყო რაღაცა ნორმალური ან პრემიერი და ან რაღაცა და ან პრეზიდენტი პრინციპში სააკაშვილის მერე თითქმის ყველა ფარჩაკობა გაეჩითა, მაგრამ აი რაღაც პრემიერები, ხო, ვინც იყო და ხალხი ვინც ვისაც პატივცემდა, რავი, ზოგი ნარკომანი გამოდგა, ზოგი მექრთამე გამოდგა და ზოგი რა და ზოგი რა, ზოგი მოღალატე და ზოგი ისეთი. და თქვენ უნდა გენდოთ მერე ამ ყველაფრის მერე სიტყვაზე ქართველი ხალხი, რომ არაფერი, კაცო, არაფერი არ მოხდება, არ იქნება პრობლემა იმაში, რა ქვია, არაბიზაც მე დამიჯერე, შენ როგორ უნდა დაგიჯერო მითხარი. როცა აი ესეთ სირცხვილის ჯერ ზოგადად კავკასიაში, მთლიან კავკასიაში წამყვანი ქვეყანა რო ვიყოთ, ვართ ყველაზე ჩამორჩენილი, აი ტოლერანტი, ისინი ვითომ ევროკავშირს რო ვებღაუჭებით, რაღაც ბანძობა ქვეყანა რა, ანუ ეს ამათ ხელისუფლების ხელში ესე მოხდა. ბანძები რა, აი სომხეთი რო სომხეთია, იქ რო გადახვიდე და რო იკითხო რა არის თქვენთვის, რავი, პირველი, რავი, ჯერ ჩემთვის სომხეთიაო, ყველა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს შეჰნატრიან და რავი, ევროკავშირი უნდა და მაგათ ეხლა დაეწყოთ ლიბერასტობა. სომხეთი რო სომხეთი არის, კაცო. ესე გაფარჩაკებული როგორ ავართ თლიანად, რავი, ყველგან. არც იქით გაქვს სიტუაცია დალაგებული, არც აქეთ გაქვს სიტუაცია დალაგებული და ვიღაცას ერთ წკაპზე შენ იმას რა ქვია, საბაჟოებს უხსნი და უფასოდ მიდი გულაი ვანია აკეთე რაც გინდა, ხო? ვერ ახართ თქვენ შვილო ნორმალურები, არ ახართ დალაგებული ხალხი. არ ახართ და თქვენ იძახით, რომ ჩვენ კანონები გვაქვს. რაცო არაბებსო, კაროჩეო, არაბებმაო რაღაც აქ ჩამოსულმა მიგრანტებმაო, რამეები ზედმეტები რომ იქარონ ჩვენი კანონებითო მაგა ყველაფერს დავარ. რას დაარეგულირებ, მითხარი ერთი. რისი დამრეგულირებელი ხარ? რისი ხარ, მითხარი? შენი ხალხი გეზიზღება, შენ რა უნდა დაარეგულირო, მითხარი? კაცმა ევროკავშირის დროშა დაწვა, ანუ ესენი მაშინ ეს როდინდელი ამბავია, როცა ოცნება რომ იმის რა ქვია, ევროკავშირის მიცემის პოზაში რო იდგა, მაშინ კაცმა დაწვა ევროკავშირის დროშა და ციხეში უშვებდნენ ხალხის ბუნტი რო არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ რა, ანუ დიდი გამოხმაურება რო არ ყოფილიყო. და ეხლა არც ის არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ ამათი არაბების დროშა რო დაწვას, რავი, შეიძლება ციხე დაგაჭედონ ზევიდან. ეგეც არ არის გამორიცხული.
ეგეც არ არის გამორიცხული. ასე არამდგრადი პოლიტიკოსების, რა ვიცი, ესეთი ხალხი საიდან შეიკრიბეთ, პროსტა მე აი არ მესმის რა კაროჩი რა. მეგობრებო, აი რა უშველოთ მითხარით, აი მე ხანდახან ამ ქვეყნიდან, აი გამპრავებლები რო ხართ, არაფერი მოუვა, რა არაბების, რა არაბიზაცია, რა ისა, რა ესა, არაფერი არ მოუვა. სანამდე რამოდენიმე კოცი არ იქნება ისევე არაბების მხრიდან გაბახებული, მანამდე თქვენ ვერ მიხვდებით, ხო? გადახედეთ ბიჭო ევროპაში ტერაქტები და ეხლა ავსტრალიაში რო ტერაქტები და რავი ხალხის ჩახოცვები მიდის. ვინ არიან ნეტა ეს ხალხი? მაგათი წარმომადგენლობა მუსლიმანურ ქვეყნების. და ამ იგლ ჰილსის კი არა ხო იგლი ხო ვინც არის მაგან თქვა თვითონ თავისი პირით მადლობა რომ გაგვიღეთ ქვეყნის კარები ამას არავინ არ გააკეთებდა ამას არავინ არც ერთი ქვეყანა არ იზავდა ესე იგი ტიპს რამდენად სხვადასხვა ქვეყნებში ნაჭამი აქვს მე ხო ამოვიდა ამოიყარა უკვე მაგ ტიპის ერორები და ნაჭამი საქციელი, სადაც რა ქვეყნებშიც შედგა, რა რეებიც დაატრიალა და ესე იგი, რამდენად ნაჭამი აქვს, რომ კაცმა მადლობა მოიხადა, დიდი მადლობა, რომ ქვეყნის კარი გაგვიღეთო, მასეთ რამეს არავინ არ გააკეთებდაო. მით უმეტეს როგორც საქართველო არის. არ ვიცი მართლა იმ დონემდე უნდა მივიდეს აქ სიტუაცია, რომ ვიღაცა გაუპატიურონ და მე ხალხმა რავი მართლა ისეთი ერთმანეთში ისეთი სკლიან დაპირისპირება უნდა წავიდეს რომ ზედეკ თავრობაც ოცნებაც მიგაყოლოთ თუ რა სელოდებით რა ტესტებს აკეთებთ მითხარი და ფხაკაძე რო დაიყენეთ გამპრავებლად ერთ პერიოდი აგინებდით მაგაც იმედი ეხლა ფხაკაძე გამოიყვანეს გამპრავებლად და რავი კიდე ის ჯაფარიძე და რავი სხვადასხვა ისინი რა ნაციონალთა საზოგადოება რა ნაცების და ეს ლიბერასტები და ლიბერალები აი ლიბერასტები გახართ და კიდე რაღაცა ევროკავშირის დროშებს იქნებთ ევროკავშირის დროშებს იქნებთ და თან იძახით რომ ჩვენი ლიდერები არ გვჭირდებაო თქვენი ლიდერები არიან აი ეს ფხაკაძეები ისინი ესენი და აი ხო ხედავთ ოცნებასთან როგორ კარგად არიან შეწყვილებულები როცა უნდათ უნისონში ლაპარაკობენ როცა უნდათ ერთმანეთს აგინებენ როცა უნდათ აი ესე გატრიალებენ ამ ლიბერალ და ევროპათუმე ხალხს რავი როგორ თავიან ჭკუაზე სანამ თქვენ დონემდე არ დავა ის რომ ქვეყანა საქართველო გჭირდებათ თქვენ მანამდე არაფერი არ გეშულებათ იაღოველები იქნებ მე არ მაქვს იმ ხალხზე ლაპარაკი და საუბარი რომელიც შეიძლება ხა ევროპულ დღის წესრიგს ემხრობოდეს და წყობილებას ემხრობოდეს მაგრამ რაღაცა ლოგიკური აზრი ქონდეს რომ საქართველოში ევროპა ვერ ჩამოყალიბდება და ასე თუ ისე მიჩვეული იყოს მაგაზე, მაგრამ რა ვიცი, ახლა წუხდეს რომ საქართველოში არ ყალიბდება ეს ევროპული ევროკავშირთან ინტეგრაცია. მე მაგ ხალხზე არ მაქვს საუბარი, რომელიც წუხს, მაგრამ აი რომელიც იახოველია და აი გინდა თუ არა ევროპა მინდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იკარგება. აი ეგ უკვე სექტაა რა, ეგ უკვე სექტაა რა. იმ დონემდე მივალთ ჩვენ რომ ერთმანეთის დაჭმა მოგვიწევს და ამით იხარებს ტერი არაბობა აი რო გადახედოთ დღეს ადრე როგორ იყო იცით ადრე გერიდებოდნენ ცოტა მოწიწება ქონდათ ამ ინდოელ კურიერებს ახლა საჭესთან ვზივარ ხშირად და კარგად ვიცი რა ეხა მაგათი მოძრაობის მანერები, წესები როგორ დადიოდნენ ხოლმე თავიდან, რო შეხვდებოდნენ პირობითად, რო დაუსიგნალებდი, დასიგნალებაც არ იყო ხოლმე საჭირო,
რო დაგინახავდნენ ეგრევე ეხლა ხელებს იქნებენ უკვე. ეხლა უკვე ხელებს იქნებენ. ხელებს იქნებენ. ნომრებს ყიდულობენ 10,000 ლარიან ნომრებს ყიდულობენ არაბები, რომ პატრულმა ჯარიმა არ დაუწეროს, იმან რა ქვია, კამერებმა მაგ 10,000 ლარიან იმაზე ნომერზე არ დაწეროს ჯარიმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უკვე აი ეს ბევრი აი ესეთ ჩადრებში, აი აშკარად ახალი არ ამგონია უკვე მან 1-2-3 წლის მიგრანტი რო არ იყო ჩამოსული საქართველოში და ქალები ზიან და ატრიალებენ საჭეს და დარბიან და ნუ მოკლედ დიდი ჰარმონია გვაქვს ჩვენ და არაბებს ერთმანეთში ჯერჯერობით. აი მერე რა იქნება ეგ უკვე კაცმა არ იცის. აი ეგ რა რადიკალურად როგორ განვითარდება და რო დააკვირდეთ აი თვალებში რო შეხედოთ და რო გაუვაროთ რამხილას იძულვის და სისხლს იგრძნობთ იმ ხალხისგან, კარგად დაინახავთ თვალებში რო ჩახედოთ, იმიტომ რომ ის ხალხი აქ ისე არ არიან საძმოდ არ არიან ჩამოსული. ესენი არიან სამტროდ ჩამოსული. სამტროდ. იმათ კარგად ახსოვთ ისტორია თავიანთი ქვეყნის და რა წარსული აკავშირებთ საქართველოსთან. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ. აქ რო ვივიწყებთ ჩვენ ბევრი ქართველები. მოკლედ ამის თქმა მინდოდა რომ სანამდე საქართველოში ქართველები ერთობაში არ მოვალთ, მანამდე არაფერი გვიშველება. აგერ ერთსაც უცებ მოყვები ფაქტი იყო ის აგერ ერვილე ნებსაძემ თავის გვერდზე ატვირთა რომ ისო რა ქვია არაბები შეუვარდნენ კაც რა ბიჭს სახში წიხლით შეუვარდნენ. რავი იმ ბიჭმა თვითონ მოყვა. ახლა რა დონის რეალობაა თუ ტყუილია ეგ არ ვიცი, მაგრამ ტიპი თავის მონაყოლს ყვება რომ ერთი ისა აფრო ერთი კაროჩი შავკანიანიო, მეორე რაღაცა არაბიო და მესამე რაღაცა აზიელიო შემომივარდნენ სახშიო და ტელეფონს თხოვდნენო, ჩემი ტელეფონიო რომ წაიღეო, საწაიღეო და თურმე კლუბში შემთხვევით ვიღაცას მოსასხამი აუღია ამ არაბის თუ რომელიღაცა ტიპის, ვინც ითხოვდა და GPS-ით ეძებდნენ ტელეფონს რა და ტიპს რო წიხლით რო გივარდებიან, რაც არ უნდა ხა როგორი სურო დამნაშავე იყო, მით უმეტეს, ხო? სურო დამნაშავე იყო და მიგრანტი შერო წიხლით გივარდება ქართულს და გაკაჩავებს და გემუქრება რომ მომეც ტელეფონი თორე, რავი, კაი არაფერი არ მოგივა, რავი, მანდ უკვე უნდა კარგად უნდა მიხვდე სიტუაციას, სადა ვართ, რა დონეზე ვართ მისულები და ეს ჩვენი სპეცსამსახურები საერთოდ რას აკეთებენ? ხუიო ზნაეტო ვაფშე კაცშვილმა არ იცის. არ ვიცი რას აკონტროლებთ თქვენ რუსეთს ვერავთ, ამერიკას თუ რას ვერავთ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში რო კარგად გაქვთ დასაზვერი კი ვიცი. თქვენ მარტო აკონტროლებთ ვინ მისცემს 51 ხა, ვინ შემოხაზავს 41-ს და ვინ არ შემოხაზავს 41-ს. აი მარტო მაგას აკონტროლებთ და აკონტროლებთ იმას რომ ნუ იქნება ბუნტი აი ესეთ თემებს და ყველაფერი კარგად იყოს ოღონდ საქართველოში და წყალსაც წაუღია სხვა ყველაფერი. მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ, დიდი მადლობა რომ ისმენთ, კიდევ და კიდევ გამოიწერეთ, გააზიარეთ და შეხვდებით მალე. აბა კარგად.